საჯარო სკოლებში მოსწავლეები განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოთი ისწავლიან. აიკრძალება მობილური ტელეფონების გამოყენება. პირველ მეექვსე კლასებში სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმების დაბრუნება. ამასთან სკოლაში შესვლა მხოლოდ 6 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი. მე-12 კლასი ნებაყოფლობითი გახდება, ხოლო მე-11 კლასი პროფილურ სწავლებას დაეთმობა. ასე გამოიყურება მოკლედ ის მთავარი ცვლილებები, რომელიც ოცნების მთავრობამ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში დაანონსა. ხარისხის გაუმჯობესების მოტივით დაანონსებული სიახლეები მწვავედ გააკრიტიკეს სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ რეფორმა უკიდურესად ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება. ყოველი დამატებითი წელი ფორმალურ განათლებაში გატარებული არის ნამდვილად მნიშვნელოვანი თითეული მოსწავლისათვის. ამ მოდელით ჩვენ გვითხრეს, რომ ფაქტობრივად ზოგადი განათლება დასრულდება 10 კლასის ფარგლებში და მე-11 კლასში მხოლოდ გამეორება იქნება იმ საგნებისა, რომელიც ჩაბარდება ეროვნულ გამოცდაზე. ერთგვარად შეიძლება ვიღაცეებისთვის იყოს ეს საკითხი მშობლებისათვის, რომელთაც არ დაჭირდებათ მომზადება რაღაც გამოიყურებოდეს ძალიან მომხიბლელად, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გამეორება და არა ახალი ცოდნის შეძენა. ჩამოვიყვანეთ 10 წელზე განათლება, მე-11 წელს მხოლოდ ვამეორებინებთ და რითი გახდება, რა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ, რომ განათლება იქნება უფრო ხარისხიანი და არ დაგვავიწყდეს, რომ აი ეს განათლების საგანმანათლებლო დანაკარგები არის ძალიან დიდი საქართველოში. მსოფლიო ბანკის კვლევა გვეუბნება, რომ 8.3 წელი ატარებენ ხარისხიან განათლებას ღებულობენ ჩვენი მოსწავლეები და აქედან გამომდინარე კიდევ ყოველი წლის ჩამოკლება ეს არის ძალიან დიდი დარტყმა მოსწავლეების მომავალზე. განათლების პოლიტიკის ცენტრის დირექტორი გიორგი ჭანტურია მიიჩნევს, რომ რეფორმა იაფი მუშახელის გადამზადების მიზნებს ემსახურება და ის არსებულ უთანასწორო პოლიტიკას კიდევ უფრო გააღრმავებს. მიმაჩნია, რომ ეს რაღაცა ძალიან დიდ უთანასწორობას გამოიწვევს, ისედაც არის ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ უთანასწორობა და კიდევ უფრო შეუწყობს ამას ხელს, მით უმეტეს იმ კონტექსტში, როდესაც აი ფაქტობრივად კერძო სკოლებს ეუბნებიან, რომ თქვენ კი ბატონო შეგეძლებათ, რომ რაღაცა მე-12 კლასი გქონდეს, ნებაყოფლობით იყოს, ისედაც ვიცით ხო, რომ თქვათ მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში თქვათ ეს ელიტური კერძო სკოლები არიან, სადაც თქვათ ის ბავშვები მე ისედაც ახერხებენ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას და ანუ ფაქტობრივად ჩვენი მოსწავლეების, იმიტომ რომ გადანაწილება არის 10-90-ზე ხო, კერძო და საჯაროში ხო, ანუ 90%-ს ესე თქვათ წირავენ აი ამ უთანასწორობისთვის და რაღაცა იაფი სამუშაოებისთვის, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. სამინისტროს გემოვნებით მიერ შექმნილი მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოთის სწავლება მიუღებელია პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვისაც. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2022 წლის გამარჯვებული როლან ჩავაძე მიიჩნევს, რომ საჯარო სკოლებში არსებულ რეალურ პრობლემებს სისტემა არ ვერ ხედავს. ერთი სახელმძღვანელოს შემოტანა სკოლებში ეს არის იმ არჩევანის ჩაკვრა სკოლებისთვის, რაც სხვადასხვა მასწავლებლებს შეძლებოდა სხვადასხვა სახელმძღვანელოს არჩევა, ხო? ანუ ეს ნიშნავს, რომ რასაც უშუალოდ ცენტრი გადაწყვეტს საქართველოში, ყველა სკოლა იძულებული იქნება, რომ ამ გადაწყვეტილებას დაექვემდებაროს. მაშინ, როდესაც სკოლებს უამრავი გამოწვევა, საქართველოში ეს პების პრობლემა არის, ასევე მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სკოლები ჩამონგრევის პირას არის და ვერც ერთ კრიტერიუმს თანამედროვეს ვერ აკმაყოფილებს, საქართველოში რაღაცა რეფორმა უნდა დაიწყებოდეს ამ სკოლების თანამედროვეობაში და ამ სკოლების სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არა ფორმების შემოტანა, რომელიც სკოლას ისედაც ჰქონდა შესაძლებლობა, რომ აერჩია. ცუდი რეფორმა ვერ იქნება პოზიტიური კერძო სკოლებისთვის. ამის შესახებ იუჯის სკოლაში აცხადებენ, სადაც ფიქრობენ, რომ პოტენციურად დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მხრიდან შესაძლოა მოთხოვნა მათზე გაიზარდოს, თუმცა სისტემა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ჯერ კიდე არ ვიცით ზუსტად კერძო სკოლებმა ეს სამინისტროს რაღაცა ბატონი ბიძინა ივანიშვილით გაჟღენთელი სახელმძღვანელოები რო გამოიშვება, ეს სავალდებულო იქნება კერძო სექტორისთვის თუ მარტო საჯაროსთვის. ხვდებით, ჩვენ უკვე ძალიან გვეშინია ამ ყველაფრის. მე-12 კლასისთან მიმართებაში როგორ იქნება 5 წელისთან დაკავშირებით უკვე ხვდებით კერძო სკოლებიც, რომ ჩვენც აგვიკრძალავენ 5 წლის და 11 თვის და რაღაცა 27 დღის ბავშვის მიღებას პირველ კლასში, ხო? რომ ძალიან კარგი სასკოლო მზაობა ქონდეს, იმიტომ რომ სასკოლო მზაობა ხო არავის არ აინტერესებს სამინისტროში, ანუ ჩვენ კერძოები ამას ვატარებთ და ჩვენ ამას ვხედავთ, მაგრამ ეს ჩვენი აზრი საერთოდ არ აინტერესებთ. ამიტომ ჩვენ უკვე ვხედავთ ამ ტიპის დამთქმულობებს. შეიძლება რაღაც მხრივ ჩვენთვის სასარგებლო იყოს ერთი წელი რაღაც, არ ვიცი, მაგალითად ჩვენ მოგვაწყდეს მე-12 კლასში ბავშვები, მაგრამ სინამდვილეში სრულება, რომელიც ცუდი არის ქვეყნისთვის, კერძო სკოლებსაც თანაბრად ეშინიათ ამით. დაანონსებული რეფორმის ფარგლებში სკოლები 11 წლიან სწავლებაზე 2027 წლიდან უნდა გადავიდნენ.